სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსული ევროპელი პოლიტიკოსების თემა საქართველოს რუსეთთან დაახლოება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და მათი შეფასებით პროევროპული აქციების დროს დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. საქართველოს საკითხზე სიტყვა უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომაც წარმოთქვა. Georgia is the victim of Russian aggression itself. საქართველოს მოსკოვის რეჟიმის მსხვერპლი უფრო ადრეც კი იყო ვიდრე ჩვენ და ამის შემდეგ საქართველოს მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეგიძლია ეს წარმოიდგინოთ, ასე რომ კითხვა, რეალურად ვიზზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი პარტნიორები. როდესაც ისინი ოპოზიციონერ ლიდერებს აპატიმრებენ, ეს ქართველი ხალხის ხმა არ არის, ეს კრემლის ჩურჩულია. ქართველი ხალხი ლიდერებს იმსახურებს, რომლებიც მათ დაუდგებიან მხარში და არა პუტინს. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ სხვადასხვა ქართველ ლიდერს შევხვდით, მათ შორის გიორგი ვაშაძეს. ისინი ახლა ციხეში არიან. მოიდგინეთ, ჩვენ მათ შევხვდით, ხელით ჩამოვართვით, ვუთხარით მათ, რომ საქართველოს გაუმარჯოს და ახლა ეს ადამიანები ციხეში არიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს მოსკოვისგან ვიხსნათ, გადავარჩინოთ და ქვეყანა ქართველ ხალხს დაუბრუნოთ. საქართველოს გაუმარჯოს. რა უნდა გააკეთოს ევროპამ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს. ევროპელი პოლიტიკოსის ერიკ ნილს კროსის თქმით, ქართული ოცნების ქმედებებზე სიჩუმე ღალატის ტოლფასია და ევროკავშირმა მათ სანქციები უნდა დაუწესოს. My speech will not be for the faint-hearted, but ჩემი სიტყვები მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია. ჩემი კითხვა, კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დავარქვათ. რასაც რეალურ დროში ვუყურებთ, ეს არის რუსული სტილის რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა. ეს ჩვენს წინაშე სახელმწიფოს მიტაცებაა, ოლიგარქიული ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მოსკოვის მიერ შთაგონებული და მართულია. ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არც ერთი მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. არც ერთი. და ჩვენ რა გავაკეთეთ? იანვარში ამ ასამბლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინა პირობებით. 4 მთავარი პირობა იყო: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეჩერება, საპოლიციო ძალადობის გამოძიება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. და პასუხი რა იყო? ქართული ოცნების დელეგაციამ ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათი გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი და რეჟიმმა ესკალაცია დაიწყო. მოდით სრულად ცხადები ვიყოთ. ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ ქართული ოცნების ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეების, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წინააღმდეგ. ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ. საქართველოს იმის ზღვარზეა, რომ შესაძლოა შემდგომი დაპყრობილიერი გახდეს, როგორც დღეს ბელორუსია და მანამდე ნახევარი ევროპა იყო. ეს რუსეთისა და რუსკი მირის გამარჯვება და ევროპისა და ასამბლეის მარცხი იქნება.